ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას პატრიარქობის 3 კანდიდატი ჰყავს, თუმცა მათ შორის არ არის ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი მეუფე ისაია ჭანტურია. მიუხედავად იმისა, რომ მას ამ არჩევნებში მონაწილეობა სურდა. მეუფე ისაიამ სინოდის წევრებს სხდომის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე 24 აპრილს მიმართა. წერილში მოიყვანა არგუმენტები, თუ რატომ არ უნდა შეეზღუდათ ის სემინარიის აკადემიური დიპლომის უქონლობის გამო. როდესაც 1995 წელს მინდა სინოდის თანხმობით ხელი დამასხეს ეპისკოპოსად. ეკლესიამ ამით დაადასტურა ჩემი მზაობა მღვდელმთავრობისათვის. ეპისკოპოსი თავისი არსით არის ეკლესიის მასწავლებელი. თუ მღვდელმთავარი აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას ეპარქიის სამართავად და სინოდის წევრობისთვის, ბუნებრივია, მას უნდა ჰქონდეს უფლება მონაწილეობა მიიღოს საპატრიარქო არჩევნებშიც. ჩემი სწავლის პერიოდი ქვეყნისთვის ურთულეს წლებს დაემთხვა. მიუხედავად იმისა, რომ სასულიერო აკადემიაში ლექციებს ვერ სწრებოდი, რეალურმა ვითარებამ აკადემიური სწავლის ნაცვლად სამონასტრო მსახურებისა და უშუალოდ ეპარქიაში მოღვაწეობისკენ მიბიძგა. მიმაჩნია, რომ 10 წლეულების განმავლობაში ეპარქიის მართვა და ეკლესიის ერთგული მსახურება არის ის ცოცხალი გამოცდილება, რომელიც არანაკლებ ფასეულია, ვიდრე აკადემიური დიპლომი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სურს დავაყენო ჩემი კანდიდატურა. ამ გადაწყვეტილებით მი არ ვეძებ პატივს, არამედ სურს დავიცვა პრინციპი, რომ მღვდელმთავრის მსახურების ნაყოფი და ეკლესიისადმი ერთგულება მისი კომპეტენციის მთავარი საზომია. დეტალების დასაზუსტებლად თავად მეუფე ისაიას დავუკავშირდით. ვრცელი კომენტარის გაკეთება არ ისურვა, გითხრა მხოლოდ ის, რომ იმაზე მეტი სათქმელი, რაც საკუთარი წერილით სინოდს უთხრა, არაფერი აქვს. მით უფრო, რომ სინოდმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც არ შეიცვლება. საკითხის გასარკვევად ვეცადეთ დავკავშირებოდით სინოდის სხვა წევრებსაც, თუმცა უმრავლესობა კომენტარზე უარს ამბობს. ვესაუბრეთ ახალქალაქის კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილს, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი ღვაწლიდან და მოღვაწეობიდან გამომდინარე მეუფე ისაიას საკუთარი კანდიდატურის დაყენების საშუალება უნდა მისცემოდა. მეუფე ისაიამ ძალიან მყაფიოდ ჩამოაყალიბა თავის მიმართვაში სინოდის მიმართვა, მას არაფერი არ უშლიდა, რომ ეს ფორმალური დიპლომი ქონოდა, გარდა იმისა, რომ დიპლომის ფორმალური დიპლომის მიღების ნაცვლად იგი ომში იყო და სამშობლოს და ეკლესიას იცავდა ორჯერ. ორ სხვადასხვა ომში ღებულობდა მონაწილეობა. მეუფე ისაია არის ჩვენი დროის გმირი. და ამ გმირობისთვის პატრიარქმა განსაკუთრებული ჯილდო მას მიანიჭა. ეს არის უფიაზე ბრილიანტი ჯვრის დარების უფლება. თვითონ წაიკითხა ეს წერილი. შემდეგ სხვა მღვდელმთავრებმა გამოთქვეს აზრი ყველა, ზოგმა ისეთი, ზოგმა ასეთი. და ამის შემდეგ დადგა კენჭის რო შევთანხმდით, დადგა კენჭის ხრაზე ის რომ საერთოდ შეჩერებული იყო ეს კამათი და ესე იგი უმრავლესობა ამას მისახმა. კენჭის ხრა იყო იმაზე შეწყდეს თუ არა კამათი. კამათის შეწყვეტა რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ გააჩნია როგორ შეწყდება ეს კამათი, ხო? ფორმულასთან საუბარში მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ სინოდის სხდომის დასრულების შემდგომ თავისი უკმაყოფილება არ დაუმალავს პოზიციის მკაფიოდ დასაფიქსირებლად და არგუმენტირებულად დასასაბუთებლად სინოდს წერილობითაც მიმართა. როგორც გავარკვიეთ, მიტროპოლიტ ისაიასთან დაკავშირებით ანალოგიურად ფიქრობდა კიდევ რამდენიმე მღვდელმთავარი, თუმცა ისინი პოზიციის საჯაროდ გამოთქმას ერიდებიან. მე საგანგებოდ მივედი მეუფე ანდრეასთან თხოვე, რომ აუცილებლად დაეფიქსირებინა ის, რომ მე მაგ განსხვავებული აზრი. იმიტომ რომ მე ვაპირებდი და უკვე გავაკეთე, რომ გავაგზავნე სინოდში წერილი მეუფე ისაიამ არაჩვეულებრივად ჩამოაყალიბა ეს აზრი. რომ ჩვენთვის ესე იგი ხა ეს ფორმალობა არასოდეს ყოფილა გადამწყვეტი ეკლესიაში. მარტო მეუფე ისაია კი არა, ბევრი ხარი ეგეთი, ვინც ამ ფორმალური დიპლომის ნაცვლად სისხლს და ოფს ყრიდა. მე ვფიქრობ, რომ არ იყო მართებული ეს გადაწყვეტილება, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ სინოდის გადაწყვეტილებას ვემორჩილებ. გუშინდელის სინოდის სხდომის დაწყებამდე წინასწარი განწყობები ცნობილი იყო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა. განათლების თემას რაც შეეხება, როგორ წარმოგიდგენიათ, როდესაც ადამიანს დიპლომი არ აქვს და სამსახურში ვაკანსიაზე შეაქვს განცხადება. რას იტყვის, რომ დიპლომი არ მაქვს, მაგრამ განათლებული ადამიანი ვარ, ეს სამსახურში არ გაჭირს, არც ერთ სამსახურში. საზოგადოებას ასე ესმის. შესაბამისად, ამაზე მე არ ამგონია, რომ სამსჯელო იყო. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ჩვენ გავარკვიეთ, სხდომაზე უშუალოდ მეუფე ისაიას წერილთან დაკავშირებით იმსჯელე საპატრიარქოს ოფიციალური პოზიციისა და სხდომის ოქმის მიხედვით მღვდელმთავრებმა მხოლოდ სადავო განათლების ცენზისა და ასაკობრივი ბარიერის კრიტერიუმები განიხილეს და კონკრეტულ კანდიდატურებთან დაკავშირებით არ უმსჯელიათ. საბოლოოდ კი დაადგინეს, რომ მართვა-გამგეობის დებულება ინტერპრეტაციას არ ექვემდებარება. სინოდის ოქმის მიხედვით იყო კონკრეტულ კრიტერიუმებთან დაკავშირებით მსჯელობა, ანუ ცალკე მეუფე ისაიას წერილი არც განხილულა, შეგვიძლია ასე ვთქვა? აი ნახეთ, რაც წერია ოქში, ეგ არის
ოფიციალური განაცხადი სინოდის შემდგომ. წესდებით, რაც არის მართვა გამგეობის დებულებაში გაწერილი, მოთხოვნილი არის განათლება დიახ. და თუ კი არსებობდა აქ სხვადასხვაობა, საბოლოოდ შეჯერდა სინოდი იმაზე, რომ ზუსტად უნდა მიიყვნენ იმას აღწერიან. თეოლოგები მიიჩნევენ, რომ მეუფე ისაიას მიმართ ეს გადაწყვეტილება უსამართლო იყო. ისინი გუშინდელ სხდომასთან დაკავშირებით საკმაოდ მწვავე შეფასებებსაც არ ერიდებიან. თუ მეუფე შიოსთან დაკავშირებით პატივი ცეს პატრიარქის მოსაზრებას და თავს იკლავდნენ წინასწარ, რომ რადგან პატრიარქმა მოსაყნეთ დააყენა, ამიტომ ის აუცილებლად უნდა იყოს კანდიდატიო, რატომ მეუფე ისაიას შემთხვევაში არ სცეს პატივი პატრიარქის აზრს, რომელმაც მეუფე ისაია ეპისკოპოსათაც აკურთხა და აჯილდოვა და უმაღლესი სასულიერო ჯილდოთი და ამით პრაქტიკულად მან მოხსნა ის ბარიერი, რომ ეპისკოპოსისთვის არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი საღვთისმეტყველო განათლება. მე მიმაჩნია, რომ ეს არჩევნები არ იყო თანასწორი, იმ გაგებით, რომ მასში მონაწილეობდა მოსახდრე, რომელსაც საკმაოდ ძალაუფლება ჰქონდა იმისათვის, რომ გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე. შესაბამისად, შედეგებით სახეზე გვაქვს, მან მიიღო ძალიან ბევრი ხმა, რაღაც არაბუნებრივად ბევრი ხმა, რაც განპირობებულია სწორედ იმ ძალაუფლებით, რაც მას ჰქონდა ბოლო 9 წლის განმავლობაში. სული შემძლებელი იყო მეუფე ისაიას წერილი, რომელსაც აბსოლუტურად უკანონოდ არ მიცეს უფლება, რომ კენჭისყრაზე დაეყენებინა თავის კანდიდატურა. სკოფიაზე ბრილიანტის ჯურისტარების უფლების გარდა მეუფე ისაიასთან დაკავშირებით როგორც საერო, ასევე სასულიერო პირებიც ხაზს უსვამენ მის აქტიურ ჩართულობას 2008 წლის ომის პერიოდში, როდესაც ის მონაწილეობდა ტყვეების გაცვლაში, გარდაცვლილების გადმოსვენებასა თუ ცხინვალში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაში. ამის გამო ის პრეზიდენტის მიერ ვახტანგ გორგასლის ორდენითაცაა დაჯილდოვებული. მეუფე ისაია საპატრიარქო კანდიდატთა შორის ვერ მოხვდა, თუმცა ის ერთ-ერთია იმ 39 მღვდელმთავარს შორის, ვინც გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე ხმის მიცემის უფლებით ისარგებლებს და საქართველოს ახალ კათოლიკოს პატრიარქს აირჩევს.